მოგესალმებით ბატონელების პირდაპირ ეთერში ვარ. ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქცია, რომელიც დღეს იმართება თემურ ქათამაძის ბათუმელი მეტროშის სოლიდარობის ნიშნად. თქვენი თვით რომ ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოსთან 150 დღეზე მეტია ყოველ საღამოს იკრიბებიან მოქალაქეები. მათი მოთხოვნა უცვლელია თავისუფლება პოლიტპატიმრებს და ხელახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ეს შეხვედრის მთავარი თემა თემურ ქათამაძეა, ბათუმელი მეტროშე, რომელიც 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს ბათუმში საპროტესტო აქციაზე და გადაიყვანეს საპროფილებში. როგორც ის დაკავების ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლებისთანავე ხელახლა დააკავეს და საიმიგრაციო სამსახურის საჯარო დაწესებულებაში გადაიყვანეს ხელახლა. თემურ ქათამაძეს ემხრება გაძევება საქართველოსთან. ფაქტობრივად უკვე მიღებულია გადაწყვეტილება რომ მან დატოვოს საქართველოს, რადგან სააპელაციო სასამართლო მარს ვარი უხრა მინიჭებაზე საქართველოში. იგი გახლავთ თურქეთის მოქალაქე, მუჰაჯირი ქართველების შთამომავალი, რომელიც წლებია ცხოვრობდა საქართველოში და ითხოვდა საქართველოში ბინადრობის უფლებას, საქართველოს მოქალაქეობას და ვარი უთხრეს. მართავს მოქალაქეებისგან არაფერი ისმის, საქმე სამაშია ყველა იცის. ამდენი წელი გვატყუებს, გვაბრუებს, გვასულელეს რიგებს პირზე ებერება. ჩვენ ვიგრიხავს უკვე 1000-ჯერ გადაგრეხილ ხელებს. ტრიუკ, ჩუმად, გაბუდგა, ნახევარის აღარ დავჭა ჩვენ. იტყუება ხალხა, იტყუება სიტყვაში სამჯერით. ყველაფერს იტყუება. ძიბიძინა რას მოგცემს რას. ძიბიძინა ხალხს აზრობს თავს. ძიბიძინა გინდულოს ხმებს. ძიბიძინა ქვეყანას ვლებს. ძიბიძინა რას მოგცემს რას. ძიბიძინა ხალხს აზრობს თავს. ძიბიძინა გინდულოს ხმებს. ძიბიძინა ქვეყანას ვლებს. ძიბიძინა რას მოგცემს რას. ძიბიძინა ხალხს აზრობს თავს. ძიბიძინა გინდულოს ხმებს. ძიბიძინა ქვეყანას ვლებს.
მოკლე ხანში, როგორც დაანონსდა, პერფორმანსის გამართვა იგეგმება და შემდგომში მეგობრებო, ცოტა მოდით აი აქეთ გადმოვიდეთ წინ, დაგირიგებთ ეხა ფაკელებს და ცეცხლი ოლიგარქია უნდა გადავიღოთ ესეთი სცენა. აი წინ გადმოგზავნით ყველა, რა მოგზავნით ყველა, რა ძალიან გთხოვთ. ძალიან საინტერესო პერფორმანსი. მოდით რა მოგზავნით ყველა. არა, ქუჩას არ ვკეტავთ, ნახევარ გზაზე ვდგები. აი ესე, აი სახით ჩემსკენ და ესე დავდეთ. და ყველა უნდა გავართოთ აი აქ ფაკელები. ჩირაღდებ. არა, ეხლა როგორც გევართ ესე ვიდგეთ. დაურიგე ანრი. ახლა აქ ნახევარი მიეცივეს და დაარიგეს. როგორც ჩვენი მედროშა, დიდი დროშა გავშალოთ აი ცოტა წინ და დროშის უკან ჩავდგეთ შემდეგ და რომ დავითვლით ავანთოთ ჩირაღდემ. ნინომ კარგი შენიშვნა მომსა, ფაკელი არა ჩირაღდან. შეგახსენებთ რომ აი ცოტა აი აქეთ გამოვიწიოთ რა. ის მთავარი თემა არის ბათუმელი მედროშის თემურ ქათამაძის სოლიდარობა. თემურ ქათამაძეს იგივე გაფარ ილმას თურქეთის მოქალაქეს, რომელიც არის მუჰაჯირი ქართველი და წლების განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში და ითხოვდა საქართველოში ბინადრობის უფლებას, მოქალაქეობას, თუმცა მან ეს უფლება ვერ მიიღო, გაძევება ემუქრება საქართველოდან და ბათუმში აქციაზე მის გათავისუფლებას ხშირად ითხოვენ. დღევანდელი დღე კი აქციაზე მთლიანად მისი სოლიდარობის ნიშნად იმართება, ასე ვთქვათ. ასევე იგეგმება დღეს მსვლელობა ბათუმის ქუჩებში, ყოველ შემთხვევაში დაანონსებული იყო, ნახოთ შედგება თუ არა ეს მსვლელობა. ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს წინ საქართველოს დროშა გაშალეს. როგორც იცით, თემურ ქათამაძეს უწოდებენ მედროშე ბაბუს, ბათუმის აქციების მთავარ მედროშეს, იმის გამო რომ ის თვეების განმავლობაში დაუღალავად ყოველდღე მოდიოდა აქციაზე საქართველოს დროშით, შლიდა დროშას და მარშით დაყვებოდა, მარშით მიუძღოდა წინ დროშით აქციის მონაწილეებს. და თქვენ დღეს აქ ხედავთ ასევე წარწერას ტრაფარეთს თემურის გამოსახულები და წარწერას თავისუფლება თემურ ქათამაძეს. და აი როგორც ჩანს იწყება პერფორმანსი, რისი ნახვის საშუალებაც ახლა ჩვენ გვექნება ბათუმელების პირდაპირ ეთერში. შევეცდები მოვძებნო რაღაც მოხერხებული კუთხე, რომ ჩვენმა მაყურებელმა შეძლოს მთლიანად სურათის აღქმა. ხედავთ ანთებულ ჩირაღდნებს და გაშლილ საქართველოს დროშას საკონსტიტუციო სასამართლოს წინ, რომელიც უკვე 150 დღეს ემბედია ბათუმში პროტესტის მთავარი ადგილია.
შეგახსენებთ, რომ იმყოფებით ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც ახლახან გაიმართა პერფორმანსი ბათუმელი მედროშის სინდისის პატიმრის თემურ ქათამაძის სოლიდარობის ნიშნად. ბათუმში უკვე უწყვეტად 158 დღეა
მიმდინარეობს საპროტესტო აქციები ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოსთან, რომლის წინაც მდებარეობს ასევე აჭარის მთავრობის ახლის ადმინისტრაციული შენობა. მალხაზი რემაძე შეგვიძლია ჩვენ გავესაუბროთ ახლა. მალხაზ, როგორც ვიცი, თქვენ ხართ დღევანდელი პერფორმანსის ორგანიზატორი, პირადად იცნობთ თემურს. თქვენი თანამებრძოლია, რო გითხრათ ამ ჩანაფიქრის შესახებ და თქვენი დამოკიდებულების შესახებ, მის შესახებ, როგორც ვიცით, მას ემუქრება საქართველოსთან გაძევება. მე ვიტყოდი, რომ ეს ჩანაფიქრი წამოვიდა ხალხისგან, ვინც აქ იდგა ჩვენი მეგობრები და ჩვენ ვინც ვართ მებრძოლი ხალხი, ესე გავასახებდიო. ყველას აზრი იყო, უბრალოდ მე ჩემი პერფორმანსით გავაფორმე და ცოტა რეაქტიურე და ყველა რა თქმა უნდა გვერდში დგომით გაკეთდა ეს. რა თქმა უნდა ყველას გვერდში დგომით და ეს იყო ერთ-ერთი გამოფხიზლება ის, რომ შვიდში გვაქვს კიდე ავტომობილების სოლობა, ჩვენ გქონდა ეხლა თემურისთვის სოლობა გუშინ, ანუ დაანონსება რომ დღეს არის ესეთი რაღაც ხდება და შვიდში გვექნება ასევე მზიასთვის სულელობა, ამიტომ ვისაც ავტომობილები ყავს აუცილებლად გამოვიდნენ. ბათუმის მოძრაობაზე იდება სისტემატურად და ბათუმელებზე ეს ინფორმაცია და ყოველთვის შევიდნენ და ნახონ ინფორმაცია რომ გაეცნო საათებს ყველაფერს რა თქმა უნდა იქ შევიდნენ და ყველა სოლობა იქნება ყოველ კვირას დაგეგმილი და 8-ში იქნება მზიას სასამართლო და ყველა უნდა მოვიდეს 8-ში სასამართლოში. ანუ შვიდში გვექნება გავიმეორებ ველომარში და ავტომობილების მარში დაანონსება რომ 8-ში არის მზიას სასამართლო. შემდეგ რა თქმა უნდა ზვიადისთვის, შემდეგ რა თქმა უნდა ყველა პატიმრებისთვის გვექნება ესეთი სოლობები და ესეთი რაღაცები. ეს არის სოლიდარობის მარშები პოლიტპატიმრების მიმართ, ხო? რა თქმა უნდა ჩვენ ვაკეთებდით ამას, შემდეგ მოხდა ესეთი შესვენება, ესე რა ვთქვათ, და აუცილებლად ყველა ეხა გაერთიანება ხდება. დღეს ესეთი ადამიანები მოვიდნენ, რომლებიც სისტემატურად დადიან იმად გარდა ბევრი იყო, რომელიც სისტემატურად არ დადის და ვარ ნამდვილად მოხარული, რომ გამოვიდა ამდენი ადამიანი, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვება აი ამ სოლობებში. ჩვენი მიზანი არის, რა თქმა უნდა, ცივილიზებული ქვეყნისკენ სვლა და ცივილიზებული მოაზროვნე ადამიანები ყველა გამოვიდეს და აუცილებლად შეიძლება დაკარგა ხალხმა რაღაცა თითქოს რაღაცა პატარა мотиваცია, მაგრამ ეს ფილმი ნანახი მაქვს მე. რამოდენიმე წლების უკან და ესე დაიწყო და შემდეგ შესვენება მოხდა და ეხლა იწყება, არ დავიწყება. მალხაზ, არ შემიძლია რომ არ კითხოთ, თქვენ პირადად რა გაძლევთ мотиваციას? ჩემი мотиваცია არის ჩემი შვილების მომავალი და ყველა მომავალი თაობის მომავალი, როცა ვკარგავ ჩვენ მომავალს. ამას ხა ბევრი გზნობს, მაგრამ რაღაცეებით რუსულად ვიტყვი, იმიტომ რომ მაგათ რუსული ესმით და ნუიპრავებენ და რაღაცეებს და ნუაპრავებენ, გზნობენ და ხვდებიან რა. როგორ კარგავენ აი დღეს თემურიზე იყო ხო, აი მუჰაჯირზე. და ძველ ისტორიაზე იყო, სადაგზელოს ვაღიებენ და საქართველოს სადაგზელოს დალევენ, გახედავ გვერდით რა ხდება მეზობლად რა, რუსები რო არის ჩამოსახლებული, მე რუსებზე პიროვნებაზე, ადამიანზე არ მაქვს გართულება. ჩემი აზრით ედრე ხა, არაფერს ვაში არ არის მომავალზე ლაპარაკი და დაფიქრდნენ რა. ჩემი და ყველას мотиваცია არის მომავალი თაობის ისევ გაგრძელება ცივილიზებულ სამყაროსთან მეგობრობა და ურთიერთობა. რომ დამახინჯდა საქართველოს, გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან და გამოვალ. თავისუფლება, რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრებს ყველას და იმ დალეწილ ბიჭებს, რომლებზეც ქონდა ჩვენ პრობლემა, რომ დალეწილი ადამიანები რატო უნდა იყოს ამ ქვეყანაში და ამაზე აღარ უნდა ყოფილიყო საუბარი, მაგრამ უარესი მდგომარეობა და ეს დასრულდება დარწმუნებულია. ჩვენ თავთან ჩვენ მართლები ვართ ყველა აბსოლუტურად და ქრისტეს. დიდი მადლობა. ჩვენ ბათუმელების პირდაპირ ეთერში ვართ ახლა. კი ბატონო, აი მოქალაქეს გუნდა, რომელიც აქციებზე ხშირად დადიხართ, როგორც ვიცი, ხედავთ ხშირად. აი თქვენი мотиваცია რა არის? ბატონ მახავს კითხეთ, თქვენც კითხავთ. თქვენ რისთვის მოდიხართ ყოველ საღამოს აქ? რა გააძლევთ мотиваციას? ნომერები რა თქმა უნდა მომავალი თაობა. სხვაგვარად არ შეიძლება მომავალი თაობის გარეშე мотиваცია ქონდეს ადამიანს. გასთავაზობ ჩვენ მომავალი თაობას. დანაწევრებული საქართველოს. რუსეთის კლანჭებში მოქცეულ საქართველოს. დაემართ თავაზობ ჩვენ მომავალი თაობას. საქართველოს თავაზობ, რომელიც არის ერთი კაცის მმართველობაში და ერთი კაცის მონობაში. ჩვენ თუ არ გავიღვიძეთ მძინარე ერმა და მძინარე საზოგადოება, რაღაც მცირე ნაწილით თუ ღვიძავს, ეს იმას ანიშნავს, რომ ქართველი ერს ღვიძავს. დღეს ქართველი ერ ძინავს. მე ესე ვფიქრობ. უმრავლესობა მძინარეა. ჩვენ თუ არ გავიღვიძეთ, მომავალ დავკარგავთ, მომავალი აღარ გვექნება.
უნდა ვიფიქროთ ხვალიდან დღეზე. როგორ ვიფიქროთ ხვალიდან დღეზე? თუ კი რუსეთის მონობაში მოვექცევით და რუსეთის გუბერნია გავხდებით. ეს ხო რეალობა არის. რა არის თქვენთვის ყველაზე საშიში? აი ამ პროცესებს გულისხმობ. არის რა თქმა უნდა შიდამტერი. შიდამტერი. ეს არის ყველაზე საშიში რა თქმა უნდა, რომელიც სატანის გზაზეა დამდგარი და საკუთარ მოქალაქეებს ჩაკრავს. აი მოქალაქეებს ჩვენ გვესაუბრება უკაცრავ, ჩვენ გვესაუბრება ოჯახურ ღირსებას ვიცავთ, ოჯახურ ღირსებას როგორ ვიცავთ, სატანის გზაზე დამდგარი? ერი ხელმძღვანელმა უნდა დააყენოს საზოგადოება უფლის გზაზე და არა სატანის გზაზე და როცა ერის ხელმძღვანელს უფლის გზაზე არ ყავს საზოგადოება და სატანის გზაზე ყავს, უნებრივია რა თქმა უნდა ქვეყანა გადაიჭეხება და წავა უფლისაკაც. ეს რეალობა არის და ამ რეალობას ვერ ავსებია. კი ბატონო, თემურ ქათამაძეს თქვენ პირადად იცნობთ? კი, როგორ არ ვიცი პირადად, მქონდა მეკპატივი არ გავიცანი, ძალიან კარგი კაცია ნამდვილად. ნამდვილი ადამიანი, რასაც ქვია ქართველი. მათ მოაზროვნე სისხლი ხორცით. აზროვნებს ადამიანი საკუთარი სისხლი ხორცი უყვარს, თავისი გონებით და თავისი გულით მეტყველებს ყველანაირად. თავარი არის ერთადერთი, რომ არ შეიძლება საკუთარი საკუთარი სისხლი ხორცი ესდონემდე გაწიგო. თურქებმა გაწიგეს, ხო? ჩვენი წინაპრები, რომლებიც დღეს თურქეთში ცხოვრობენ და ყველანაირად ბრძოლობენ, რომ ჩვენი წინაპარი ქართველები, რომლებიც თურქეთში არიან, რამენაირად გადააჯიშონ და თურქებად აქციონ და ჩვენ ამავე დროს, როცა გვაქვს შანსი, რომ კაც შეეძლო, რომ თურქულად იაზრნა, თურქულად ეცხოვრა, თურქული სული გული ქონოდა და ეს ყველაფერი არის სურვა, ჩამოვიდა საქართველოში. აქ ამბიცია ქართულად იაზროს, ქართული სული გული აქვს. და შესანიშნავად იცის ქართული ამავე დროს. კარგად, ფლობს ქართული ენა, ჩემზე უკეთესად იცის, გრამატიკულად ფლობს ქართული ენას. ამავე დროს რატომ და დაჩაგრა? რატო ჩაგრავს ხელისუფლება, მაგრამ თქვენი აზრით რატომ? აი რის გამო მიზეზი ეს არის. დადის აქციებზე და რა თქმა უნდა აღმართულია ქართული დროშა და რა თქმა უნდა მე დარწმუნებული ვარ თემურ ქათამაძეს რომ რუსული დროშა აიღმართა და რუსული დროშა არ მაეფიალებია, არავინ არ დაიჭერდა. ქართულ დროშას რადგანაც აფიალებდა და საქართველოს ინტერესებს იცავდა, სწორედ ამიტომ მოაყუჩე ერთი მხრივ ნაწილობრივ ხელისუფლება, მაგრამ ხელისუფლება თვითონ მოყუჩდება, იმიტომ რომ ხელისუფლება, რომელიც ყოველთვის საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ წადის, ესეთი ხელისუფლების საბოლოო გზა რა არის? რა თქმა უნდა, მარცხი. სოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც ფიქრობდეს წასვლაზე, მაგრამ უწევს წასვლას. ასე რომ ქართულ ოცნებას არ ფიქრობს წასვლაზე, მაგრამ მოუწევს. კი ბატონო, დიდი მადლობა. ჩვენ ახლა შეგვიძლია აქციის სხვა მონაწილეებსაც გავესაუბროთ. აი კადრში ვხედავ თემურ ქათამაძის მეგობარს ნინა კაკულიას და შევეცდები. ნინა, თუ შეიძლება, ბათუმელების პირდაპირ ეთერში ვართ. ნინა არის თემურ ქათამაძის მეგობარი. მინდა გითხრათ რა ვიცით ბოლო ცნობები თემურის შესახებ, როგორ არის, სად არის ახლა და თუ აქვს ინფორმაცია ან როდის უპირებენ რომ გაიყვანონ ქვეყნიდან აი ეს გაძევებაზე გადაწყვეტილება ჩააბარეს 30 აპრილს, რო არის ხდებარებული, ეს გადაწყვეტილება მიღებულია. მაგრამ ჯერ არის დრო გასასაჩივრებლად ამის. ამიტომ დროის მოგების მიზნით რა თქმა უნდა გაასაჩივრებს, არ ვიცი რა შეიძლება მოხდეს ჯერ ყველაფერს ვერ გავაჩსაჯაროებ, მაგრამ სავარაუდოდ დასრულდება იმით, რომ გააძევებენ მესამე ქვეყანაში თუ არა თურქეთში. ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ მესამე ქვეყანაში მოხდეს მისი გაყვანა. და ეს იქნებოდა ჩვენი ამ ეტაპზე პატარა გამარჯვება. მაგრამ ჯერ ვერაფერს ვეთქვი, რაც შეეხება მის განწყობას, არის მიზნად ეს ადამიანი არასოდეს ყოფილა საზღვარგარეთილი. და აქვს გეგმებს აწყობს. ბოლო დღეების განმავლობაში შიმშილობდა, როგორც ვიცი, სოლიდარობის ნიშნად და როგორ არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ესეც რომ გითხრათ. მან აღიდგინა ჯანმრთელობა. ლებაც აღიდგინა საკუთარი ძალებით კლინიკა ვივამეთში. სავარაუდოდ მიზან მიმართულად ხდებოდა მისი არასწორად ფორმალობა. შეუძლებელია არ იცოდნენ ექიმებმა რასაც შედიოდნენ, ჩვენ გადიცოდნენ და კინაღამ მოკლეს ეს ადამიანი, თავისი ძალებით აღიდგინა ყვება და დღეს და ხუთშაბათს ამანათის დღეებში, დღეს იყო და ხუთშაბათს იყო, როდესაც აქტივისტებმა მიიტანეს მის საჭირო პროდუქტები, რომელიც დაშვებულია სიით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაშვებულია, არ მიიღეს
იქ მუშაკებმა იმ არგუმენტებით რომ დაუშვებელი ეს პროდუქტები ასეთი უნდა იყოს, ისეთი უნდა იყოს, ანუ თავიანთი ნებით ყველენ არავითარ კანონი წესი არ არსებობს. ეს შეიძლება კარგ განწყობაზე იყვნენ და მიიღონ პროდუქტი ან საბუთი, ხვალ შეიძლება სულ განწყობაზე იყვნენ და არ მიიღონ. ყველაფერი კეთდება რომ ადამიანის უფლებები შეილახოს. ხშირ შემთხვევაში არ აქვს პასუხი მათ შორის ჩემ კითხვებზე. ვერ მოვისმინე ძალიან ბევრ კითხვაზე, რომელსაც მე ვთვლი რომ ქონდა უფლება რომ დამესვა. იქ მომუშავე ადამიანებს პასუხი არ აქვს, რაც იმის დასტურია რომ კომპეტენტო, ნაცნობობით მიღებული ადამიანები მუშაობენ, რაც თქმა უნდა ამ საშინელ სურათს კიდევ უფრო მუქ ფერებში. ნინა, მესამე ქვეყანაში გაყვანის ვარიანტი, ასე ვთქვათ, რაც ვიცით რომ განიხილება, რამდენად რეალურია, თუ არის რომელიმე ორგანიზაცია ჩართული, მათ შორის ორგანიზაციები ჩართული, არის ჩართული ევროპარლამენტის ევროპა არის ჩართული, ევროპის წარმომადგენლები ჯერ რთულია იმაზე საუბარი, რამდენად შედეგიანი იქნება ეს ყველაფერი, მაგრამ დიახ, მუშაობენ საკმაოდ სერიოზული ადამიანები მუშაობენ ამ საკითხზე. მივმართეთ ევროპული ქვეყნების საელჩოებს, მათ შორის საფრანგეთის საელჩომ გამოიჩინა ინტერესი ამ საქმესთან დაკავშირებით და ველოდებით უახლოეს დღეებში ალბათ რაღაცა უფრო ნათელი იქნება და უფრო ფრსად გიპასუხებს. კეთილი, დიდი მადლობა. შეგახსენებთ რომ იმყოფებით ბათუმში საპროტესტო აქციაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთან. დღეს აქციის მთავარი თემა გახლავთ ბათუმელი მეტროშის თემურ ქათამაძისადმი სოლიდარობა. აქ მცირე პერფორმანსიც გამართეს ფაკელებით და გაშლილი საქართველოს დროშით თემურ ქათამაძის სოლიდარობის ნიშნად და ასევე აჩვენეს სიუჟეტი ჩვენებურების შესახებ. ჩვენებურებს უწოდებენ თურქეთში მცხოვრებ მუჰაჯირ ქართველებს და მათ შთამომავლებს და სწორედ თემურ ქათამაძეც, როგორც იცით, გახლავთ მუჰაჯირი ქართველი. მისი წინაპრები, როგორც თავად ამბობს, წარმოშობით იყვნენ სოფელ ხინოდან და თემურ ქათამაძემ ბავშვობიდან საუბრობს ქართულ ენაზე, ის წლებია ცხოვრობს საქართველოში. ამჟამად მას გაძევება ემუქრება საქართველოდან. საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქციები მიმდინარეობს უკვე 157 დღეა. უწყვეტად ყოველ საღამოს აქ მოდიან მოქალაქეები. ბოლო 2 თვის განმავლობაში აქციის მონაწილეთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა ათეულობით ადამიანი კვლავ მოდის აქ, რომ გააჟღეროს მთავარი მოთხოვნა და ეს მთავარი მოთხოვნა არის, როგორც იცით, ორი თავისუფლება სინდისის პატიმრებს და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ასევე დღეს აქ აქციაზე დაანონსდა, რომ 7 და 8 მაისს იმართება საპროტესტო აქცია მზია ამაღლობელი სოლიდარობის ნიშნად. იცით, რომ 8 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში განახდება ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედია მენეჯერის მზია ამაღლობელის საქმის განხილვა. მზია ამაღლობელს ჩამოიყვანენ კვლავ რუსთავის ქალთა კოლონიიდან და პროკურატურა წარმოადგენს მოწმეებს, რომელთაც დაკითხავენ სავარაუდოდ 8 მაისს დაკითხავენ საქმის მთავარ ფიგურანტს ირაკლი დებუაძეს, რომელიც გახლავთ ბათუმის პოლიციის უფროსი და რომელიც არის მზია ამაღლობელის საქმეში მთავარი ფიგურანტი.
და ასე ვთქვათ, რომელიც არის ცნობილი დაზარალებულად. ის შეგახსენებთ ინციდენტს, რომელიც მოხდა ბათუმში 12 უკაცრავად 12 იანვარს 2005 წლის, როდესაც საპროტესტო აქციაზე პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან მზე ამაღლობელი ჯერ უკანონოდ დააკავეს, შემდეგ გამოუშვეს და შემდეგ აქციაზე ამწყდარი ჩოჩქოლისას მან სილა გააწნა ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს. საქმეში არის ირაკლი დგებუაძის პოლიციის უფროსის ჩვენება, რომ ის იმყოფებოდა ექსპერტიზაზე სამხარაულის ბიუროში და მას გაუწითლდა ლოყა და იგრძნო ტკივილი. აი ამ ლოყის გაწითლებისა და ტკივილის გრძნობისთვის საქმე წარმოდგენილია ისე, თითქოს მზე ამაღლობელი თავს დაესხა ბათუმის პოლიციის უფროსს და მას ემხრება პატიმრობა 4-დან 7 წლამდე. მზე ამაღლობელისადმი სოლიდარობის შეძახილები ხშირად ისმის ბათუმში აქციაზე, არა მხოლოდ ბათუმში მიმდინარე აქციაზე, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის დედაქალაქში, მათ შორის ზუგდიდში, ქუთაისში, ცხოროწყუში, ახალციხეში და ასე შემდეგ. გუშინ 3 მაისს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს მზე ამაღლობელმა კოლეგებს ხმოვანი გზავნილი გამოუგზავნა, ასე ვთქვათ, საპყრობილედან, სადაც ის მადლობას უხდის კოლეგებს სოლიდარობისთვის, თანადგომისთვის და ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს დაეხმარონ, მხარი დაუჭირონ ჟურნალისტებს საქართველოსთვის ასეთ რთულ დროს და მისცენ მათ საშუალება გამომჟღავნდეს ამბები კორუფციისა და დანაშაულებების შესახებ. აქ აქცია, როგორც ხედავთ, გრძელდება. პერიოდულად ადამიანები მიდიან და მოდიან სხვა ადამიანებიც. ენაცვლებიან ერთმანეთს აქციის მონაწილეები. დღეს ასევე თბილისში გაიმართა ერთობის მარში, რომელზეც გამოსული იყვნენ სინდისის პატიმრების მშობლები, ოჯახის წევრები, მეგობრები და არა მხოლოდ ასევე მოქალაქეები, რომლებიც აპროტესტებენ საქართველოს პროევროპული გეზის ცვლას. და დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ მზე ამაღლობელის საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია დაინიშნა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მოადგილედ. გრიგოლ ბესელია აპრილის დასაწყისში გამოცხადდა, რომ ბესელიამ აპრილის დასაწყისში დატოვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა. ამ დრომდე უცნობი იყო სად წაიყვანეს, სად დასაქმდა გრიგოლ ბესელია და ეხლა ცნობილი გახდა. დღეს დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბესელია კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ არის გადაყვანილი. ასევე მზე ამაღლობელის საქმეში კიდევ ერთი სიახლის შესახებ მინდა რომ გითხრათ. ძალიან წუთი არის დუმილი პატივი დავდოთ საქართველოსთვის დაღუპული გმირებს. ეს გახლავთ ბათუმის აქციების კიდევ ერთი მედროშე, რომელმაც ამ წუთას თხოვა აქციის მონაწილეებს საქართველოსთვის დაღუპულთა პატივსაცემად წუთიერი დუმილი შეინარჩუნონ. დიდი მადლობა. ახლა კი ყველამ ერთად.
საქართველოს გაუმარ 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 გაიხარე დიახ აი ესეთი შეძახილები ისმის საკონსტიტუციო სასამართლოსთან დღეს საღამოს მე შეგახსენებთ რომ სიახლე არის მზიამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი კერძოდ მისმა ადვოკატმა მაიამ წარიაშვილმა განაცხადა რომ აპირებს მიმართოს სასამართლოს ოცნების პრემიერის ირაკლი ყობახიძის განცხადებებთან დაკავშირებით რომლითაც ყობახიძე მზიამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმპციას ლახავს და მას მზიამაღლობელს ცილს წამებს. ყობახიძემ მზიამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმპცია არაერთხელ დაარღვია, მან რამდენჯერმე განაცხადა, რომ მზიამაღლობელი არის დამნაშავე და აი სინდისის პატიმრებზე, როდესაც საუბრობს ოცნების პრემიერი, ყოველთვის გამოკვეთს ხოლმე მზიამაღლობელის საქმეს და მას მოიხსენიებს ძირითადად დამნაშავის კონტექსტში. რაც არის მზიამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა, ირაკლი ყობახიძე მოგეხსენებათ პროფესიის იურისტია, შეუძლებელია მან არ იცოდეს, რომ უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა არ შეიძლება, მაგრამ ცხადია, რომ ის ამას ხაზგასმით დემონსტრაციულად აკეთებს ყველა ჯერზე, როცა საუბრობს მზიამაღლობელის საქმეზე. აქ ხედავთ ასევე აჭარის მთავრობის სახლთან მობილიზებულ პოლიციას. ორი საპატრულო ეკიპაჟია ამ წუთას ადგილზე. პოლიციელები აქციის მიმდინარეობისას რჩებიან ხოლმე ადგილზე, აქ არიან, თუმცა აქციის მონაწილეებს არ უახლოვდებიან როგორც წესი. აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან ბათუმში გრძელდება. მე დაგემშვიდობებით ამ დროისთვის გირჩევთ თვალი ადევნოთ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ვებგვერდებს ახალი ამბობისთვის დროებით მომავალ შეხვედრამდე.